ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკითხზე დევნილ საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს ცვლილებების მიხედვით ბიუჯეტი 150.000 ლარით გაიზარდა. თანხა კი მუნიციპალური ინსპექციის სუბსიდირებას მოხმარდება. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები მუნიციპალურ ინსპექციას დაექვემდებარებიან, რომლებიც უპილოტო მგზავრებს გააკონტროლებენ. აღნიშნული თანხა კი მათ ხელფასებს მოხმარდება. თანამშრომელი გადავიდა მუნიციპალურ ინსპექციაში. მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს ამ ადმინისტრირებას ბიუჯეტების უპილოტო მგზავრების ჯარიმებიდან დამოუკიდებლად. შესაბამისად ხელფასი რომელიც საჭირო და აქედან შემოსავალი აღარ შევა ბილეთების გადაგვიდან შემოსავალი აღარ შევა ტრანსპორტის სააგენტოში. ცვლილება განხორციელდა საბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების მუხლი გაიზარდა 150.000 ლარით, ანუ სუბსიდია გადაეცა. ეს აღნიშნული თანხა მოხმარდება გორის მუნიციპალიტეტის ინსპექციის ხელშეწყობას. გაყიდული, ასე ვთქვათ, უძრავი ქონებიდან შემოსული თანხის საფუძველზე და ეს თანხა მუნიციპალური ინსპექციის სააგენტოს გადაეცა მისი ბიუჯეტის შესავსებად. კი ბატონო, რატომ მოხდა სუბსიდია, რატომ გახდა საჭირო, რომ გადასცემდა ის ცვლილება? მან მოხდა ცვლილებები, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინსპექტირება უკვე კეთილმოწყობის სააგენტო ასე რომ ვთქვათ პარკირებებისა გადაეცა მათგან გადაეცა უკვე მუნიციპალური ინსპექციის სააგენტოს ამასთანავე დაცვა რომელიც განთავსებული არის ჩვენს ახალბაღში პარკში ესეც თავიდან ბოლომდე მუნიციპალური ინსპექციების სააგენტოს გადაეცა და აი ამ ყველაფრისათვის საჭირო გახდა თანხები და ეს თანხა გამონახული იქნა შემოსულობებიდან იქნა აღებული და მიღებული და ამ თანხა გადაეცა შესაბამის მუხლში გორის მუნიციპალიტეტის ინსპექციის სააგენტოს.